საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ, საერთოდ ცუთა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყოველდღე ახალი ტყუილი არის საჭირო საზოგადოების საკვებად და გუშინ გამოაცხეს ძალიან დიდი ტყვილი, რომელი ტყილიც საერთოდ ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებით კვებადი არის და თან ეს არ არის მარტო ქოცური ტყუილი, ეს ევროპული ტყუილიც არის, ანუ დასავლეთის რა ქვია, დამპლური პოლიტიკის ნაწილი არის და მინდა განმარტო თუ რატომ და რისთვის არის ეს ყველაფერი. თუმცა მანამდე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, რომ დღეს ქოცურმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ელდარ კურტანიძე, ადამიანი, რომელიც წარდგენას არ საჭიროებს და რომელიც ბარეული ქოციდან განსხვავებით მართლა იბრძოდა საქართველოში იმ დამპალი პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც დამპალი პოლიტიკური რეჟიმიც გაასამართლა ქოცობამ და სასჯელად გამოუტანა ის, რომ თურმე ნაცების მთავარი სასჯელი ის ყოფილა, რომ ისინი თურმე უკვე პოლიტიკაში ვერ იქნებიან, არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, პარტიის შექმნის უფლება არ ექნებათ და აქ მთავრდება თურმე ნაცების დანაშაული ქართველი ერის და საქართველოს მიმართ. ამაზე გუშინ ვისაუბრე, ვისაც გაინტერესებთ, უფრო ღრმად დეტალურად ეს საკითხი, აი აქ ლინკზე შეგიძლიათ გადაბრძანდეთ და YouTube-ზე გუშინდელი ბოლო ვიდეო არის და ნახოთ. დღეს რო 9 მტკაველი ენები აქვს წაგდებული და ჰიტლერს რო ადარებდნენ და რაღაცა, ჰიტლერი და ჰიტლერის რეჟიმი საერთაშორისო ტრიბუნალმა გაასამართლა ისე და თქვენებური ნიურნბერგის პროცესი აი ესაა, რომ ხალხმა ქვეყანა შეჭამეს, უღალატეს, დააქციეს, გაყიდეს, რუსეთს ჩააბარეს ტერიტორიები, ასევე ეკონომიკა და ასევე ყველაფერი და ერთადერთი სასჯელი თურმე რაც ყოფილა, რომ თურმე არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ესა ქოცური სამართალი. და მართლა ვინც იბრძოდა ამ დამპალი ნაცების წინააღმდეგ, დღევანდელ ქოცობაში ერთი კაცი აღარაა დარჩენილი. დარჩენილი არიან ყველა პროპკას მორგებული ყოფილი ნაცები, ასე რომ ვთქვა, კოლექტიური ვოლსკის სახით და დღეს რო ქოცები არიან და ან ახალი სახეები, რომლებმაც საერთოდ 2012 წელი რა იყო პრემიერ-მინისტრის, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის თანამდებობით საერთოდ არც გაუგიათ და არც იციან რაც წარმოადგენს. ახლა ამ ხალხიდან ნამდვილად არ გამიკვირდება ის გამოხტომები, რომელი გამოხტომებით ზოგადად ხდება ამ დამსახურებული ადამიანების მიმართ. ამიტომ მე მინდა ყველას მოუწოდო, კარგად დაფიქრდნენ, სანამდე ამ ქოცმადიდებლები არიან და გახდებიან, რა აქვს მნიშვნელობა, სპორტსმენი იქნება, ხელოვანი იქნება, თუ ვინ იქნება, ხვალსექ ისე მოგექცევათ ივანიშვილი, როგორც ექცევა საერთოდ მის თანამებრძოლებს თუ გვერდით მდგომელ ადამიანებს, რომლებმაც თავის დროზე გადაარჩინეს ზუსტად იმ ნაცების გატყავებისგან, რომელსაც რო კითხო თურმე ბიძინა ივანიშვილმა, ამ ჯადოქარმა კაცმა თურმე, ვიცი, მოაშორა და ამასგან და ამასგან. მოკლედ ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს და მინდა მოუბრუნდე ამ საკითხს. რომელი საკითხიც ეხება, რომ თურმე სტრასბურგმა რუსეთი განგრძობითი, ეგრეთ წოდებული განგრძობითი ოკუპაციის გამო 200 რაღაცა მილიონი, 250 მილიონი თუ რაღაცით დააჯარიმა თურმე და აი რუსეთი ახლა თურმე ბოლო კაპიკებს ეძებს საიდან და როგორ და რანაირად მოახერხოს ესა რა ქვია, გადახდა ამ ვალის. ბიჭო, მინდა ელემენტარული რაღაცა განმარტო. ქვეყანა, როდესაც არის ეგრეთ წოდებული ევროსაბჭოს წევრი, ის აღიარებს ასეთ შემთხვევაში ევროპის სასამართლოს უზენაეს სასამართლოდ საკუთარ ქვეყანაში გამოტანილ განაჩენზე მეტად. საქართველოს უზენაეს, აი საქართველო არის ევროსაბჭოს წევრი, ხო? საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რომ გამოიტანოს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ,
ამის გასაჩივრება შეიძლება სტრასბურგში მოხდეს და სტრასბურგმა შეცვალოს ეს გადაწყვეტილება. გამომდინარე იქედან, რომ საქართველო არის მიერთებული ევროსაბჭოს, აღიარებს აი ამ ინსტიტუციას, ამ გაერთიანებას და თავისთავად აქვს ეს ვალდებულება აღებული. მაგრამ როდესაც ქვეყანა არ არის ამ გაერთიანების წევრი, იმას რამდენი სასამართლოც გინდა ჩაუტარეთ და იმას რამდენი სასამართლოც გინდა გამოუტანეთ, არაფერი აზრი არ აქვს. ისევე როგორც აზრი არ აქვს ეგრეთ წოდებულ იმის რა ქვია ჰააგის ტრიბუნალს, რომელსაც ქვეყანა თუ არ აღიარებს და არ აღიარებს მას ძირითადი ქვეყნები რუსეთი, შეერთებული შტატები, ჩინეთი, მათი პრეზიდენტები კიდეც რო გაასამართლოთ, იგივე ისრაელი თუნდაც კიდეც რო გაასამართლოთ, ხო? მათი დაკავება ვერ მოხერხდება, არ არსებობს ამის იურიდიული ბერკეტი. და საქმე რაში არის, იცით? როდესაც ეგდო რუსეთი ევროსაბჭოში ძალიან დიდი ხანი, თუ არ ვცდები ეს იყო 98 წლიდან თუ 97, არ მახსოვს ზუსტად, 90-იანებში მიიღეს მე მგონი რუსეთი ევროსაბჭოში. თუ ვცდები შეიძლება 1-2 წელიწადში 2000-იანების დასაწყისი 2022 წლამდე რუსეთი იყო ევროსაბჭოს წევრი. აღიარებდა აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას, აღიარებდა სტრასბურგის სასამართლოს უზენაეს მდგომარეობას და როდესაც გამოვიდოდა გადაწყვეტილება სტრასბურგში, სადამდე რუსეთი იყო ამ ორგანიზაციის წევრი 2022 წლამდე, მაშინ ამას ჰქონდა ძალა. 1000-ობით სარჩელი იყო შეტანილი სტრასბურგში საქართველოს მოქალაქეების მიერ რუსეთის წინააღმდეგ. 1000-ობით. ასევე სახელმწიფოებრივი სარჩელიც იყო, სახელმწიფოთა შორის სარჩელიც იყო შეტანილი. ეს ეხებოდა 2006 წლის დეპორტაციას, ეხებოდა 2008 წლის ომს და 2008 წლის ომის დროს მოქალაქეების იქ დახოცვას, იქ ქონების წართმევას, გამოდევნას, სიცოცხლის უფლების წართმევას, წამების და მე მინდა ამ ყრუ ხალხს გავახსენო, რომ ომი რუსეთს და საქართველოს შორის ოფიციალურად 2008 წლის აგვისტოშივე დასრულდა. 5 დღე გაგრძელდა სულ. აი ამ 5 დღის მერე 2022 წლამდე გავიდა 14 წელიწადი. 14 წელიწადი სადამდე რუსეთი იყო მოქმედი წევრი და აღიარებდა სტრასბურგის სასამართლოს ვალდებულების შესრულებას საკუთარ ტერიტორიაზე, არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სტრასბურგს არ გამოუტანია საქართველოს სასარგებლოდ ამ მთელი ამ ხნის მანძილზე. ბოლო პერიოდში, სულ ბოლო პერიოდში 2000, ანუ ერთი წელი იყო თუ 2002 წლის დასაწყისი იყო, როდესაც გამოტანილი იქნა რაღაც ნაწილობრივ ესა რა ქვია სასჯელი, ჯარიმა რუსეთის მიმართებაში 2006 წლის დეპორტაციებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამის მერე, მაგრამ ახლა გამოიტანა გადაწყვეტილება ერთია, ხო? ამას თავისი აღსრულების პროცედურები ჭირდება, შეიძლება წლები გაიწელოს ეს ყველაფერი და სადღაც ერთი 10 წლის მერე მოხდეს ამ ყველაფრის გადახდა. რუსეთმა ეს გაასაჩივრა ასე ისე და აღმოჩნდა ისე, რომ რუსეთმა დაახლოებით რაც ეს გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, დაახლოებით 2-3 თვეში რუსეთმა დატოვა ევროსაბჭოს წევრობა. ამის შემდეგ, როგორც კი უკვე რუსეთი აღარ იყო ევროსაბჭოს წევრი, დაიწყეს სტრასბურგში გამოტანა გადაწყვეტილებების 2008 წლის ომი იქნებოდა, 2006 წლის ომი იქნებოდა, აი იქამდე ისიც კი გაიხსენეს, რა ქვია, ტრიბუნალის ამბები და აი მანაც, რა ქვია, ჰააგაც კი ჩართეს და გაამტყუნეს და გამოიტანეს დაფთრები.
ეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც რუსეთი უკვე აღარ არსებობდა იმ სამართლებრივ ველში და როდესაც არსებობდა იმ სამართლებრივ ველში, სტრასბურგს რუსეთისთვის ერთი თმა არ აუფრენია. არაფერი არ დაუკისრებია, არც ჯარიმა და არც არაფერი. ახლა როდესაც ყველაფერს სუდთან ასოცირდება ევროპაში რუსეთი და გავიდა აგვისტოს ომის მერე 17 წელიწადი, ახლა გამოაქვს ჯარიმები ერთი მეორის მიყოლებით, რატო? ამ დებილი ხალხის გული რომ მოიგონ, რომ ვითომ ევროსასამართლო და ვითომ სტრასბურგი არის საქართველოს და ქართველების გვერდით. სინამდვილეში მაგ სტრასბურგი იყო, ჩემო კარგო, და მაგ სტრასბურგის ის იყო, რა ქვია, ანსამბლეა იყო, რომელიც ადანაშაულებდა საქართველოს 2008 წლის ომის აღებაში და დაწყებაში და იმაში, რა ქვია, საკუთარი მოსახლეობის კასეტური ბომბებით დაბომბვაში. რასაც ამათმა წყელი მოაწერეს. და აი ახლა აფრიალებს ყველა ეს განსაკუთრებით ეს დაყლაებული ხოცები, რომლებსაც რო კითხო რომ მთელი ევროპა და deep state უწყობს გადატრიალებას და ახლა ხალხს უფრიალებენ რომ აი ჩვენ რუსეთი დავამარცხეთ 250 მილიონს გადაგიხდით. კითხეს პესკოვს დღეს მაგი. მოუბრუნდა პესკოვი და უთხრა რა სისულელს მელაპარაკებით. რისი ფულის გადამხდელი ვარ თუ ან რატო ვარ ფულის გადამხდელი. ახლა საქართველოში გაჭრის ეს დებილებთან ალბათ სალაპარაკოთ და მიდით ახლა და გააგრძელეთ ეს ერთმანეთში გაცვლა ამ იმის რომ აი გუშინ კიდე თურმე ეს რა ქვია ვრცელდებოდა ინფორმაცია თურმე ნატომ ასპირანტი წევრობიდან რაღაცა სხვა ის მოგვცა ალბათ დოქტორანტურაში გადაგვიყვანა კიდე და შიგ ევროპა და აი შიგ ამერიკა და აი ნახეთ თქვენ თუ კოცები არ მიიწევენ წინ შიგ ევროპაში ბოდვა ყველაფერი სისულელე ავადმყოფობა ხალხის მოსატყუებლად და არავინ არ დაიჯეროთ რა ეს ყველაფერი ეს საერთოდ ეს ტელეკომპანია იმედი ეს არის რომელიც განსაკუთრებით მუსირებს ეს ინფორმაციები ტელეკომპანია იმედის მიერ ეს არის აი როგორ გითხრათ იცით ერთხელ შალვა ნათელაშვილმა თქვა რომ ჰიტლერსო რუსთავიორიო რო ქონოდაო ომით უწააგო გერმანიამ დღესაც არ ეცოდინებოდა გერმანელ ხალხს აი დაახლოებით იმ მისიას ასრულებენ ესე ისე ოსების გენოციდი იყო ოსები იძახიან უნდა აღიაროს საქართველოს გენოციდი ვაკო მომისმინე ჩემო ძმაო საერთოდ რაშია საქმე იცი ადამიანების დებილიზმს არ აქვს მნიშვნელობა ოსი იქნება ქართველი იქნება რუსი იქნება საზღვარი არ აქვს რომელი გენოციდი იყო ქართველებს და ოსებს შორის საერთოდ იცის ამ ხალხმა გენოციდი რას წარმოადგენს გენოციდი რა არის საერთოდ რა მცნება არის ყველა კონფლიქტს გააჩნია მსხვერპლი ქართველიც ოსიც და ისიც არაფერი განსხვავებული არა გენოციდი წარმოადგენს სხვა რაღაცას გენოციდი წარმოადგენს დანაშაულს ადამიანის როგორც პიროვნების მიმართ როდესაც დაიბადა ადამიანი დაიბადა ოსად ქართველად თუ რამე აი ის რო ადამიანი დაიბადა ოსად ამის გამო იდევნება ის გამოვიდეს ენა რო აქვს 9 მტკაველი გადმოგდებული ამ ვინც მაგას ლაპარაკობს და ამიხსნას ერთი რომელი გენოციდი იყო ქართულ ოსურ კონფლიქტში რომელიც აისახა დანაკარგებში გენოციდი რა იყო იცი გენოციდი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს ეგერ ეთნიკური ნიშნით ებრაელები წავიდა შეწვა დაწვა ეს რა ქვია ციგნებზე არავინ არ ლაპარაკობს იმდენი ისა რა ქვია ბოშები შეყარეს და გამოწვეს იმიტომ რომ ბოშა იყო და არავინ არაფერს არ ეკითხებოდა იმიტომ რომ ებრაელი იყო არავინ არაფერს არ ეკითხებოდა და იყო 6 მილიონი 7 მილიონი მსხვერპლი შორს რო არ წახვიდი აი აგერა რუანდაში ელემენტარულად აგერა როა იყო სულ ახლა უახლოეს წარსულში ერთი ტომი მეორე ტომს გადაეკიდა და იმის გამო რომ ეს ადამიანები იყვნენ რა ქვია ამ ტომის წარმომადგენლები ამის გამო 1 მილიონი მოკლეს ეს არის გენოციდი და რაშია კიდე იცით საქმე გენოციდი და ეთნიკური წმენდა მანდამაინც აი კვლელობით და უბედურებით არ ხდება ეთნიკური ნიშნით როდესაც ხდება ადამიანების გამოძევება რომელი ეთნოწმენდა როდესაც ხდება ეთნიკური ნიშნით როდესაც ხდება ადამიანების გამოძევება ეთნიკური ნიშნით აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ვინც იქნა გამოძევებული ეს იქნა გამოძევებული ქართველები და აი მაგ ოსებს ვინც მაგას იძახიან რომ საქართველებმა გენოციდი მოუწყვეს მე მინდა შევახსენო აი მაგ დებილ ადამიანებს კონფლიქტი რო იყო და დაზარალებული ერთი მხარეც იყო და მეორე მხარეც იყო მაგაზე არა ლაპარაკი ახლა
90-იანებში ვინ არჩევდა, ვინ რა ეროვნების იყო, ვინ იძარცვებოდა, ვინ ყაჩაღდებოდა და ვინის ეს ცალკე თემა არის. მაგრამ როგორ შეიძლება ესეთი დებილური აზრები აწუხებდეს ადამიანს და ელემენტარული აიღო, რომ ცხინვალის რეგიონში სადღაც 15,000, 20,000 ვთქვათ, ოსური ოჯახი ცხოვრობს, ხო? აი დღესდღეობით რო აიღო. ბიჭო, 40,000 ოსური ოჯახი ცხოვრობს იმის გარეთ. სამაჩაბლოს ტერიტორიის გარეთ, რაც ესენი ავტონომიას ეძახიან. და 70,000 ქართულ ოსური ოჯახია შექმნილი. ხო და ახლა ვიღაცას რაღაცა იდიოტიზმი უტრიალებს თავში და ვაიმე და მე დამჩაგრეს და მე ეს მიქნეს და მე ის მიქნეს. მე ახლა ეგეთ იმას რა ქვია, ეგეთ დებილ ადამიანებს ეპსური ლაპარაკები სიმართლე გითხრა, ოსი იქნება, ქართველი იქნება, რუსი იქნება თუ აფხაზი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის სიმართლე გითხრა. რაშვაშია ზმო ახლა გოლოდომორი სხვა მიმართულებაა და აბსოლუტურად სულ სხვა თემას ეხება და გოლოდომორის მიზეზები სულ სხვა რაღაცა იყო და სულ სხვა რაღაცის გამო არის გაპიარებული მაგ გოლოდომორი და მაგას ვრცელი ფესვები ჭირდება და კარგად გამოკვლევა ჭირდება მაგ ყველაფერს და მე შეიძლება რა მაგაზე ლაპარაკი რა. გოლოდომორი ხო უკრაინელები ამოწყვიტეს რუსებმა, იმიტომ რომ რუსები დაესახლებიათ. აი ეს იდიოტიზმი იმაშვება, რა ქვია, ვრცელდება და არ მაინტერესებს სიმართლე გითხრა, ახლა უკრაინაზე და რუსეთზე და მოაგვარებენ ერთმანეთს და მოგვარდებიან ძალიან კარგად ერთმანეთში, სულ ფეხებზე მკიდია, მე ჩემი ქვეყნის ამბავი მაინტერესებს და აი ამ ხალხის დაბოლების ამბავი. არავინ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ტყუილია ეს ყველაფერი. რომ დომოდა ევროპას და ევროპელებს რომ დომოდათ რომ საქართველოსთვის რუსეთს გადაეხადა რაიმე კომპენსაცია და რომ ყოფილიყო რუსეთი დასჯილი იმის გამო რაც მან გააკეთა 2006 წელს 2008 წელს თუ შემდეგ განგრძობითი ეგრეთ წოდებული ოკუპაციის შემდეგ ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო მიღებული არა 2022 წელს და 2000 იმას რა ქვია 25 წელს ეს უნდა ყოფილიყო მიღებული 2000 წელს და 2011 წელს და უნდა დაწყებულიყო მექანიზმი მისი აღსრულების მაგრამ როგორ გაბედავდნენ ასეთ რაღაცას? მაშინ რუსეთის ტრაქში იყო მთელი ევროპა, თავით შემძრალი. უკაცრავად ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ნამდვილად ასე იყო. მთელი ევროკავშირი და მთელი დასავლეთი უზურებოდა უკანალში რუსეთს. ხო, ასე იყო. და გაზსადენები და ნავთობსადენები ჩრდილოეთის ნაკადი 1, ჩრდილოეთის ნაკადი 2 და ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ კიდე აქეთ რომ თქვენი ბრალია და ესაა და ისაა და ესა მე ახლა სააკომარას გაუკეთა საკუთარ ერს და საკუთარ ქვეყანას ამაზე არ ვლაპარაკობ მაგრამ კი მარა თუ ასე ახლა დღეს რო კითხო ამათ რომ თურმე სააკაშვილის დროს თურმე გაჩახჩახებული დემოკრატია იყო საქართველოში ან გაჩახჩახებული დემოკრატიის შუქურები რატო არ მიიღეთ მაშინ იმაში თავის რიგებში 2008 წელს რატო გამოვიდა იგივე საფრანგეთი წინააღმდეგი, რატო გამოვიდა იგივე გერმანია წინააღმდეგი, დღეს რო ნიფხავს იგლეჯავს საფრანგეთის ელჩი და გერმანიის ელჩი და მთელი ევროკავშირი თურმე რა კაი გზაზე იყო საქართველოს და როგორ რატო არ მიიღეთ? რატო არ მიგვიღეთ? მაშინ აი კაი დრო რო იყო, თქვენ რო იძახით რომ კარგი დრო იყო. ადამიანის უფლებების მხრივ განსაკუთრებით ძალიან მაგარი დრო ყოფილა მაშინ. 99.7% სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები გამოქონდა და ეს არიცოდნენ ევროპელებმა. კი არ ვამბობ რომ დღეს აი ქოცური მთავრობა უკეთესია და აი ქოცების ესა რა ქვია მაგრამ რომ ეუბნებით ალტერნატივას რომ თურმე საქართველო იღუპება და თურმე დაღუპულია საქართველო რომ აი ეს თურმე ქოცური რეჟიმია მოსული უკეთესი იყო მანამდე ცხოვრობდით ჩვენ საქართველოში და ვიცით რაც იყო და როგორ იყო და ადამიანებს რომლებსაც აი ეს ფინეთის ის რო იყო ჩამოთრეული ან ფსლიკიანი ისა და იქ რომ მივიდა თურმე ხალხი თურმე პროტესტზეა თურმე 300 დღეა თურმე პროტესტზე არიან კაცო ხო ერთი ფინეთში გატარდეს ისეთი რეფორმები როგორიც იყო გატარებული და საერთოდ რატო ღებულობთ ამ ხალხს და რატო ხვდებით და რატო ელაპარაკებთ ქოცებს მინდა რა ვკითხო გაუუქმებია როგორც იქნა იყო თურმე კობახიძეს ვაჟკაცობა და გაუუქმებია რამენაირად შეხვედრა
მალადეც. რაფერ გაბედეთ, ასე დამონებულმა ხალხმა ამდენი რაღაცა მიგვირს. ალბათ გმირობის ორდენი გეკუთვნით. და საერთოდ რატო შეხვდით? საერთოდ რატო შეხვდით? ხალხს, რომელსაც უნდა თქვენი დამხობა. არ ვიცი, შემოძმა ახლა სიმართლე გითხრა მაგ საკითხთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია დევს გოლოდომორთან დაკავშირებით თუ მეკითხები ინტერნეტში. როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან, არის როგორც პროპაგანდისტული. ისევე არის, როდესაც რეალურ ფაქტებს ასახავს. 30-იანი წლების საბჭოთა კავშირში ეს იყო თვითონ კომუნისტურ პარტიაში კომუნისტური ელიტების ბრძოლა თავისუფლების და ძალაუფლებისთვის. იყო ტროცკის რეჟიმი და იყო სტალინის რეჟიმი. ხო, ებრძოდნენ ერთმანეთს. ერთიც აკეთებდა ცუდ საქმეს, მეორეც აკეთებდა ცუდ საქმეს და ბოლო-ბოლოს რომელმაც გაიმარჯვა, რეალურად იყო სამოქალაქო ომი 30-იან წლებში. აი ეს რეპრესიების დამ პერიოდში ეს იყო ასეთი ფორმის სამოქალაქო ომი იყო საბჭოთა კავშირში და ვინც გაიმარჯვა, დაბრალდა ყველაფერი იმას. საინტერესო რა არის, იცით? აი 30-იან წლებში, როდესაც გოლოდომორს იძახიან ესენი, საბჭოთა კავშირში იყო ძალიან ცუდი მოსავალი, პურის მოსავალი. და დასავლეთმა დღეს რო ძალიან წუხს დასავლეთი ძალიან რო წუხს თურმე იმის საქართველოს უფლებები, იმისი უკრაინის და გოლოდომორის უფლებებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დასავლეთმა საბჭოთა კავშირს მაშინ მოთხოვნა ვალი გინდა თუ არა პურით გადაეხადა, ხორბლით გადაეხადა. რომლის დეფიციტიც იყო. და ის ხორბალი, რომელიც უნდა დარიგებოდა უკრაინელებს, მოუწიათ იმ დასავლეთზე გადახდა. სხვა უამრავი რაღაცა. ხო და უკრაინელები, რასაც უკეთებდნენ ერთი მეორეს გოლოდომორის დროს, არაფერ განსხვავებულს არ უკეთებდნენ ახლა. როდესაც ხდებოდა ეს დონბასის და ნოვოროსიის და ამის ამბები, როგორც ხოცავდნენ და როგორც წვიტავდნენ ბენდერას ხალხი ერთს მეორეს, ისე იყო გოლოდომორის დროსაც, ისე იყო მეორე მსოფლიო ომის დროსაც, ბანდერას და შუხევიჩის რაზმები, რომლებიც მოდიოდნენ და ფაშისტებთან ერთად საკუთარ ხალხს წვავდნენ და ხოცავდნენ და არა მარტო უკრაინელებს, იგივე პოლონელებს. აგერ პოლონეთი ამდენი ხანია რომ კითხო მოკავშირე არის და ამდენ დახმარებას უწევს და იმას თხოვს რომ ბანდერას და შუხევიჩის ბანდების მიერ ვალინსკაია რიზნია ასე ქვია. აი პოლონელების ხოცვა-ჟლეტვის ამბავი გამოძიების საშუალება მიცეს უკრაინის ტერიტორიაზე, რაც გააკეთა ბანდერამ და შუხევიჩმა, არაძლევს მაგათი საყვარელი ისა, რა ქვია, ზელენსკი მაგის უფლებას. ხო და სულ სხვა საკითხი არის ეს და სულ სხვანაირადაა წარმოჩენილი ყველაფერი და ჩვეულებრივი ტყუილია. ყველაფერი დგას ყველაზე მეტი პრობლემა არის რა, იცი, გაუნათლებლობა მასებში და დღევანდელი პროპაგანდა ეს გებელსის პროპაგანდაზე ათჯერ მეტი ძლიერია, იმიტომ რომ გებელსის პროპაგანდის დროს არ იყო მასობრივად ტელევიზია, არ იყო მასობრივად ინტერნეტი, დღესდღეობით კი ინტერნეტიც ხელმისაწვდომია, რადიოც ხელმისაწვდომია, გაზეთიც ხელმისაწვდომია, ტელევიზიაც ხელმისაწვდომია, თავიდან ბოლომდე არის გაჯერებული ტყუილებით. და გაუნათლებელი ადამიანის გონებას ძალიან მარტივად ერგება ეს ყველაფერი და აშტერებს და ახლა მე გამოშტერებული ხალხის მეტი რა არის. ეგა, ამიტომ როდესაც რაღაცაზე მიდგება ლაპარაკი, ხო? ეხა ვიღაცა ახლა კი ბატონო მესმის და ნახდათ ვიტყვი რომ ძალიან ბევრი ცუდი ამბები მოხდა. ბევრი ცუდი ამბავი მოხდა 90-იან წლებში. როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს. არ ნიშნავს ამას, რომ გენოციდი იყო. გენოციდს ცოტა სხვა რაღაცა ქვია. და გენოციდს სჭირდება ცალკე სხვა მტკიცებულება. ენა ძვალი არა აქვს. საქართველოში ოსების მიმართ გენოციდი რო ყოფილიყო, ოსის ხსენება არ იქნებოდა საქართველოში. ქართველებს და ოსებს შორის იყო დიდგან, ახლა კი არა. ეგრე ფარსმანქველი რო იყო, იქედან მოყოლებული იყო ურთიერთობა, იყო მეზობლობა, იყო მეგობრობა, იყო ნათესაობა, იყო კონფლიქტები, თქვენ რა გონიათ ეს კონფლიქტები ახლა ამარტო? გადახედეთ ისტორიას გიორგი ბრწყინვალის პერიოდში რა ხდებოდა. ისე იყვნენ გაბლატავებული ოსები, გორი ქონდათ აღებული.
და 3 წლიანი ალყა დაჭირდა გიორგი ბრწყინვალეს, რომ გაეთავისუფლებია გორი. გაიხარე ვაკო, გაიხარე, მადლობა და უბრალოდ შეგიძლია მოიძებნო ეგ ინფორმაციები. მე ახლა ვერ ვახერხებ ყველას პირადად ვესაუბრო. უამრავი წერილი მაქვს, წაუკითხავი ცალკე მეილზე, ცალკე აქ, ცალკე ვერ ვახერხებ და რო შეპირდები ადამიანს, რომ ინდა თუ არა დაგელაპარაკო, უნდა დაგელაპარაკო. არ მაქვს მაგის დრო საშუალება ფიზიკურად და შეგიძლია მოიძებნო ეგ ინფორმაცია. დღეს 1000 საშუალებაა სამაგისო ხელოვნური ინტელექტსაც შეგიძლია კითხო თუ რაღაცა რა. მოკლედ მაგ სხვა ამბები იყო და უკრაინელებმა საერთოდ თავის თავს მიხედონ ჯობია და თავის ერში როგორი ზიზღი და სიძულვილი იყო და როგორი ჰქონდა ჩადებული, აი ეს პრობლემა მოაგვარონ თვითონ და სხვას დაანებონ თავი რა. ეგა. აი ჩემო კარგებო, თუ ვინმეს რაიმე კითხვები გაგაჩნიათ, დამისვით და ვეცდები გაგცეთ პასუხი და თუ არა და დაგემშვიდობებით, არ მინდა რომ ზედმეტად ვინმეს თავი მოვაძულო ახლა ჩემი ლაპარაკით. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი ქოცური დაბოლება და გამოშტერება ადამიანების. აი რა მაგრები არიან ქოცები, რომ თურმე სტრასბურგში იგებენ სასამართლოს, თეატრულუკიანი რა მაგარი გოგოა. არა. აბა ასე იყო ასე. ყველაფერი ბრალდება სტალინს. საერთოდ და ყველაფერი ბრალდება ქართველობას. დანარჩენი ყველა წმინდანები ყოფილა. კარგი, ჩემო კარგებო, დაგემშვიდობებით, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და დაუკვირდეთ, აბა არაფერი საინტერესო მოვლენები არ იქნება ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში ქოცებს გარანტირებული აქვთ ხელისუფლება და ძალიან კარგად არიან მომჯდარები და ფელცვილებად არანაირ რევოლუციებს და არანაირ ბოდვებს არ უნდა ელოდოს ადამიანი, ვინც დაიწყებს მაგაზე ლაპარაკს, ჩვეულებრივი პროვოკატორია ან ქოცების ნასეთქა იმისთვის, რომ ახლა მაინც ხო დარწმუნდა ხალხი, რომ ქოცების დამპალ რეჟიმს ვერავინ ვერ შეცვლის ჯერჯერობით, ვერც არჩევნებით და ვერც ეგრეთ წოდებული რევოლუციებით. სისულელია. ახლა ქალბატონო, ბევრ რამეში მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. ბევრ რამეში დადებითად შეიძლება იქნას გამოყენებული. საერთო ჯამში კი ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანებს საერთოდ აზროვნებას გადააჩვია. უკვე ურთიერთობებში შეძრა და ადამიანებმა ერთმანეთთან ურთიერთობების მაგივრად ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრონ, ეს ხელოვნურ ინტელექტზე საუბრონ, რობოტზე საუბრონ, ის ურჩევნიათ. აი ესეთი გამორობოტების ხანა არის დამდგარი. რა უნდა ვთქვა, ქალბატონო, მალხაზ მაჩალიკაშვილი არის გამწარებული მამა. მალხაზ მაჩალიკაშვილი არის გამწარებული მამა, რომელსაც მოუკლეს შვილი, ტყილა უბრალოდ ჩაუკლეს შვილი მის სახლში. ხო და აი ეს გამწარებული მამა ქვას რო არის ქუჩაში. მე ის მიკურს თუ არა, დააჩენ რა გითხრათ ახლა. პოლიტიკოსია ეკაცი გმირია ქვეყნის თუ რა არის? არის ერთი გამწარებული მამა, რომელსაც ქოცებმა მოუკლეს შვილი ტყილა უბრალოდ და მისი მკვლელი ახლა ქოცებს უზიათ ციხეში, ვინც ეს გააკეთა. გოგაშვილი. ბატონი გოგაშვილი. მაგრამ თავის დროზე არ დასაჯეს. ამის გამო, სხვა რამის გამო არის დასჯილი. და ის გამწარებული მამა ეძებს სამართალს. და მე გამოვლიან და იტყვიან მაჩალიკაშვილი იქ ნაცებთან დგას ამ შვილმკვდარი მამა რო ეშმაკს არ შეეგრა, რატო არ უკვით? მიდი ერთი და ვინმე მოუკლას ახლა შვილი იმას რა რომელიმე ქოცს. კაცრავად ტექნიკური ხარვეზი. არ ვიცი მე ქალბატონო რას ამბობს და როგორ ამბობს, მაგრამ შვილმკვდარი გამწარებული მამა რასაც ამბობს, ხო? ჩემო კარგო. მე არ ვიცი, ახლა ქვას რო არის შვილს, იგი მიკვირს და არ ვიცი ახლა. მე თუ ვინმეს ლანძღავს, მე მგონი ახლა კახელებს ვაშკაცობა ჩემგან არ ესწავლებათ, რომ თუ ვინმე გალანძღავს, რომ პასუხი მოთხოვოს. ახლა მე რა ვქნა, ახლა მაჩალიკაშვილმა რაღაცა თქვა
გეუბნებით რომ ეს ადამიანი უნდა იყო ადამიანი. არ უნდა იყო არც იმის გამო რომ ის კოცია და ის ნაცე ობიექტური უნდა იყო. მაგ ადამიანს მოუკლეს შვილი. ტყილა უბრალოდ. და არ აღირსეს სამართალი. ესაა სიმართლე. თუ ვინმე გალანძღა გასცემენ პასუხს. ეს პიროვნება არის, მე იმადი ვერც დადებითი ვერ ვიტყვი და ვერც უარყოფიც, მაგრამ მიდით ერთი და ვინმე მოუკალით, ღმერთმა დაიფაროს, არ მინდა არავის შვილ შევეხო. მივიდეს ერთი ვინმე და მოუკლას ვოლსკის შვილი. მივიდეს ერთი ვინმე ბიძინას მოუკლა შვილი. მივიდეს ვინმე ერთი კალაძეს მოუკლა შვილი. ტყილა უბრალოდ ჩაუკლა ძინარე შვილი იმაში ოთახში. როგორი რეაქცია იქნებათ? აი ამ გამправებელ ქოცებს. ამწარეს კაცი და მე მეწოდება ის. და თუ ვინმეს გირგვლიანის დედა ეწოდებოდა, რაღაც ამბავში იყო თუ რაღაც ამბავში არ იყო ბატონო სოსო გარეული, ის ბავშვი სიკვდილს არ იმსახურებდა. ეხლა მომისმინე წუთი მასე ძმაო ხო? სამართლიანი ადამიანი ხო? მასე ძმაო ბერიას აქვს ნათქვამი ადამიანი იყოს დასაჩერი და სტატია მოინახებაო. იმ ბიჭის დადანაშაულება ბევრ რაღაცაში შეიძლება. რა იყო იმ ბიჭის ბრალი, რომ მისი სოფლელები წასულიყვნენ ისლამურ სახელმწიფოსთან და იმაშვებოდნენ და ამაშვებოდნენ და მის ნათესავებთან და მეზობლებთან კავშირი ჰქონდა და ვიღაცას ფული გადაურიცხა და ვიღაცამ ფული ეს იყო მისი დანაშაული ერისთა ქვეყნის მიმართ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს საქართველოს უშიშროება თვითონ ინახავდა. ხელის გულზე ყავდათ. ცალფეხა ახმედა და ეს რა ხდებოდა? ვერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. მაშინ სულ ყველა მთელი უშიშროება ამოსაწყვეტი ყოფილა სესიაშვილით დაწყებული და დამთავრებული გოგაშვილით. ამოსაწყვეტები მაგიანი იყვნენ, ის ბავშვი კი არა. რა გააფუჭა იმ ბავშვმა? რა გააფუჭა თემირლანმა? ის რომ კონტაქტი ჰქონდა ნათესავებთან? და მოუკლეს ლოგინში და მე ლიმონკადაის დაუწყეს ტერორისტი და იგი იყო. ჯერ ხომ მოკლეს ტყილა უბრალოდ და მე მიცვალებულს კიდე რეები აკადრეს. სიმართლეა. და არავის არ ეპატიება, მით უმეტეს ამნაირ საცოდაობაზე რაღაცის თქმა. და არავის უსურვებ, მე მშობლები შვილებს არ უნდა მარხავდნენ. აი მოსისხლე მტერი რო იყოს, იმას არ უსურვებ შვილის სიკვდილს. და მოუკლა ადამიან შვილი და უბრალო ტერორისტობა და მე კიდე დაცინო და ლანძღო და აგინო ის მაჩალიკაშვილი ერახს რო არიღებს და ქუჩაში არ დარბის და არ ხოცავს ამის მე ის მიგვირს. სიმართლე თუ გინდათ ესა. ამორალურობა. ბუტარობა კიძის დედა, შვილმკვდარი დედა. იმისი რა ქვია საწყალი ცხონებული ვაზაგაშვილის მამა, რომელიც მე დააკლეს, საფლავზე დააკლეს, ის შვილმკვდარი იყო, სხვები ისინი არის. ეს არა. იმიტომ რომ ეს ნაცია თურმე. აი როდესაც აი ესეთ რაღაცას იტყვი. აი როდესაც ასე მოიქცევი საზოგადოება და როდესაც იმისთვის რომ შენი უსინდისო, შენი უსამართლო საქციელი ამ ადამიანის ოჯახის მიმართ გაამართლო, იმით გაამართლო, რომ მამამისი ნაცებს კი არა, ბიჭო, ეშმაკს რო არ შეეკრა, არ გიკვირთ. მე არ მყავს შვილი, არ ვიცი შვილის სიყვარული რა არის. და შვილი რომ მომცეს ღმერთმა და ის მომიკლას ვიღაცამ და მე ტერორიზმი დააბრალოს და მე კიდე აქ დაცინვა და ლანძღვაგინება დამიწყოს, მე გამიმტყუნებს ვინმეს რომ ჩემი შვილის გამო შური ვიძიო? გაჭერდით რა ხალხო, სირცხვილია ცოტა. აი ძალიან დიდი სირცხვილია რა. აი ამ შვილმკვდარი მამებით და დედებით მანიპულირებაზე ამაზე მეტი გულის ამრევი არაფერი არაა და საქართველოში ეს ძალიან მოსული პონტია. ძალიან მოსული პონტია. მე საქართველოში ვიყავი მაშინ, ვისაც გახსოვთ გადაცემაში ვარ ამ თემაზე ნალაპარაკები და შეგიძლიათ ნახოთ არქივები. ხორავას ქუჩის ტრაგედია რომ მოხდა და სისხლის გადასასხმელად რო ავედით, რო სისხლი ჭირდებოდა და ავედით. იქ იყო 10-15 ადამიანი ასეთი გაგებული, ვინც იცოდა რომ ეს უბედურება იყო მომხდარი და ვაბარებდით სისხლს. პლაზმა სისხლი იყო საჭირო, იმიტომ რომ
საცოდავებს სისხლი აღარ ქონდა ჩერჩენილი. დაკონსერვებული სისხლი არ მიდიოდა. გონების დაკარგვამდე გავიღე სისხლი. მე არ ვამბობ ამას, იმიტომ რომ დეფიციტი იყო სისხლის. არავინ იქ არ მოსულა. არავინ იქ არ მოსულა. და ტაშფანდური ქონდათ იმაში გამართული, რა ქვია, ვინც მერე თურმე ამათ შვილებზე თურმე იმას რა ქვია წუხდა და იცოდნენ ეს უბედურება იყო ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან მომხდარი და ფილარმონიაში ერთი დიდი ტაშფანდური ქონდათ გამართული და მე ეს ხალხი უმტკიცებდა ამ შვილმკვდარ მამებს რომ ის რა ქვიაო ჩვენ ვარ ჩვენი ძმა და მეგობრებიო და პოლიტიკურ ქულებს იწერდნენ იქნებ გადატრიალება მოხდეს მაშინ მევიდეთ ხელისუფლებაში ასე ხდებოდა ამიტომ არის ამორალური საზოგადოება საქართველოში ამიტომ არის ის თემირლანი მისთვის შვილი იყო ისევე როგორც ნებისმიერისთვის და არაფერი არ ამართლებს კოცობას რაც მაგ ადამიანის მიმართ მაგ ადამიანის ოჯახის მიმართ დააშავეს და იმის მაგივრად რომ დანაშაულ მომხდარ დანაშაულზე სამართლიანი განაჩენი დამდგარიყო და დამნაშავეები დაესაჯათ მაგის მაგივრად ადგენენ და კიდე 1000 უბედურება დააბრალეს გარდაცვლილს და მამამის კიდე 1000 სიბინძურე და 1000 ტალახი ესროლეს აი ეს არიან კოცები ესა მაგათი სახე და მე უკვირთ რომ ვიღაცაზე რაღაცა თქვა იმან აბა მეორე დღეს გამოეყვანათ გაერჩიათ სამართალი გამოეყვანათ და ეს გოგაშვილის თამადობით რომელიც მე მაინც ჩააგდეს ციხეში გამოეყვანათ და დაესაჯათ ყველა ვინც სრულ ინფორმაცია მიაწოდა გამოეყვანათ ყველა რომ იმ სპეცრაზმელებს მიაწოდეს რომ თურმე შეიარაღებული იყო და ლიმონკა ქონდა თურმე ლოგინში ჩადებული რომელიც თვითონ ჩაუგდეს და ასეთი ინფორმაცია მიცეს სპეცრაზმელს რომ შედითო და თუ წინააღმდეგ ეგრევე ლიკვიდაცია გაუკეთეთო ვითომ არ გათენდებოდა და არ გამოვიდოდა ის ბავშვი სახლიდან თუ მის დედას და მამას აიყვანდა მათ ტყვეთ ესაა სიმართლე და როდესაც ეუბნები ამას ქოც ამას არ უნდა მის მოსმენ მას უნდა ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძი ეს უნდა კარგად ბრძანდებოდეთ დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის